საღამოშვიდობისა, თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას რეპორტაჟს. დღეს ოდნავ განსხვავებული ფორმატით გავდივართ ეთერში. ვახოს ანაიას რეპორტაჟი დღეს გადის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან. როგორც იცით, გასულ შაბათს ჩვენ გადაცემა მოვამზადეთ არგენტინიდან. პაპავა ჭეიშვილების არქივის შესახებ. დღეს იმ დელეგაციის წევრები, რომლებიც არგენტინაში იმყოფებოდნენ, ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან. ჯერ ვნახოთ სიუჟეტი, მოკლე ვარიანტი იმ გადაცემისა, რომელიც გასულ შაბათს ნახა მაყურებლების დიდმა ნაწილმა და ვინც ვერ ნახა, მათთვის შეგვიძლია მოკლე კოლაჟი შემოგთავაზოთ და შემდეგ ჩვენ სტუმრებთან განვაგრძობთ დიალოგს. ზუსტად ერთი კვირის წინ ვახოს ანაიას რეპორტაჟი არგენტინიდან გავიდა ეთერში. ბუენოს-აირესთან ახლოს ლომას-დე-სამორაში მცხოვრები ქართველების შესახებ მომზადებულ გადაცემას საქართველოში დიდი დაინტერესება მოყვა. საქართველოში უფრო მეტი გაიგეს ქართველი ემიგრანტების, პაპავა ჭეიშვილების ოჯახის შესახებ. მათ ათეულობით წლის შემდეგაც შემოინახეს ქართული ენა და ტრადიციები შორეულ არგენტინაში. სერიოზული. არა ვართ, საერთოდ. ცხოვრებაში. ქართულ მეცნიერთა ჯგუფის არგენტინაში ვიზიტის მიზანი 20-იან წლებში ემიგრაციაში წასული ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეების, თამარ და აკაკი პაპავების არქივის სამშობლოში ჩამოტანა იყო. მიზანი მიღწეულია, ყველა ოფიციალური მხარე მოგვარებულია. ოჯახმა წინაპრების მთელი არქივი, ძვირფასი ბიბლიოთეკა და მემორიალური ნივთები საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადმოსცა. მდიდარი მემკვიდრეობა სამშობლოში მალე ჩამოვა. ამ პროექტში ჩართული იყო და საქმეს დიდი დახმარება გაუწია ბიზნესმენმა ოსმან თურანმა. წლების განმავლობაში ჩვენ ერთობლივად ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გავაკეთეთ, ძალიან ბევრი ხელნაწერი და საინტერესო წყარო იქნა შეძენილი და გადაცემული ეროვნული ცენტრისთვის და მთლიანობაში ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის ძალიან კარგი საქმე, რომელსაც როგორც ჯეოსელი, ასევე ეროვნული ხელნაწერთა ინსტიტუტი აკეთებს. და ყველაფერმა ამან უკვე ამ წლების ურთიერთობამ, ამ ტრადიციამ, ჩვენმა გამოცდილებამ, პარტნიორობამ აი მიგვიყვანა აი ამ დიდ საქმემდე, რომელიც უკვე დღეს არის წარმოდგენილი და რომელიც არის მართლა არაჩვეულებრივი და შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ, რომელიც ამ წლებში გაკეთებულა, ის უნიკალური არქივი ემიგრანტების და ასევე ის არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა, რომლის ანალოგები რამოდენიმე წიგნის ანალოგი ვიცი, რომ საქართველოშიც არ არსებობს, არის საოცრად მნიშვნელოვანი მთლიანობაში ყველასათვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ისტორიისთვის, მეცნიერებისთვის და ჩვენ ყველამ ერთად ჯეოსელმა ეროვნულმა ცენტრმა შევძელით, რომ აი ეს დიდი საქმე მიგვიყვანა ბოლომდე და მინდა მიულოცო ისევ და ისევ ყველას და ვიმედოვნებთ, რომ ეს არ არის ბოლო, რომელსაც ჩვენ ერთობლივად კიდევ გავაკეთებთ. ქართველ მეცნიერთა დელეგაცია არგენტინაში 2 კვირა იმყოფებოდა. ისტორიკოსებთან ერთად ბუენოს-აირესში პაპავა ჭეიშვილების სახლში დაცულ არქივში ჩვენი გადამღები ჯგუფიც მუშაობდა. არქივი ზღვა ინფორმაციით ემიგრანტული და არა მარტო ემიგრანტული ცხოვრების შესახებ. უნიკალური წიგნები, მიმოწერა ცნობილ ადამიანებთან, იშვიათი პერიოდული გამოცემები და სხვა მრავალი. ეს ყველაფერი პაპავების მემკვიდრეობაა, რომელიც მალე საქართველოში იქნება. არქივისა და ბიბლიოთეკის აღწერა არგენტინაშივე დაიწყო, მაგრამ მთავარი სამუშაოები საქართველოში ჩატარდება, როცა მემკვიდრეობა უკვე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სრულად მოიყრის თავს. და ჩვენ ახლა ვრუნდებით კვლავ ეთერში ჩვენ სტუმრებთან ერთად მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც არგენტინაში 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, მათთან ერთად ვიყავით ჩვენი გადამღები ჯგუფი და წარმოგიდგენთ მათ ბუბა კუდავა, გოჩა საითიძე, ლევან თაქთაქიშვილი, პაატა ნაცვლიშვილი, მოგესალმებით ყველას, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ხართ ჩემი გადაცემის სტუმრები. ბატონ ბუბა, მოდი თქვენგან დავიწყოთ. უკვე დელეგაცია, რომელიც იმყოფებოდა არგენტინაში, არის საქართველოში, ალბათ უფრო მეტი დროა იმის გასააზრებლად, რაც ვნახეთ არგენტინაში ამ არქივთან დაკავშირებით და მოდი დავიწყოთ შეფასებით და უთხრათ მაყურებელს, რა კულტურული ემიგრანტული მემკვიდრეობა ბრუნდება საქართველოში ცოტა ხანში. ბოლო 2 ათეული წლის მანძილზე, ცოტა მეტი ხნის მანძილზე ძალიან ბევრი რამ დაუბრუნდა საქართველოს. უფრო მეტი რამ გავიგეთ, ვიდრე დაუბრუნდა, მაგრამ ძალიან ბევრი პირადი კოლექციებიც ჩამოვიდა საქართველოში და დაბინავდა სხვადასხვა დაწესებულებებში, მათ შორის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშიც. მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ემიგრანტულ ოჯახებს შორის თამარ და აკაკი პაპავების ოჯახი იყო გამორჩეული თავისი
როგორც აქტიურობით კულტურული, პოლიტიკური, ემიგრანტული საქმიანობა მაქვს მხედველობაში, ასევე აქტიური იყო წიგნებისა და საარქივო მასალების მოძიებისა და მოგროვების თვალსაზრისით. ყველაფერმა ამან მოიყარა ერთ ოჯახში თავი და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ემიგრანტულ ოჯახებს შორის ყველაზე უფრო მდიდარი საარქივო და საბიბლიოთეკო მემკვიდრეობა. და ეს ყველაზე უფრო მდიდარი მემკვიდრეობა ემპირატ კოლექციებიდან უბრუნდება საქართველოს, უბრალოდ მკვიდრდება საქართველოში და აქ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ასეთი ყოფილა სურვილი თავად თამარ და აკაკი პაპავებისა მემკვიდრეები ხას უსვავდნენ ჩვენი ყოფნის განმავლობაში, რომ მუდმივად ყოველთვის ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი უნდა დაბრუნდეს საქართველოში. ბატონ გოჩა, საინტერესოა და ალბათ ვინც ამ საკითხით არის დაინტერესებული, მას გაუჩნდება კითხვა, როდიდან იქნება ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის ეს მასალები. თავარია რომ უნდა ჩამოვიდეს მთლიანად ასაკროელია, როგორც კი დაბინავდება მასალა ჩვენთან, ძალიან სწრაფად დაიწყება არქივის დამუშავება. არქივის როგორც საარქივო ნაწილის, ასევე ბიბლიოთეკის ნაწილისაც და მე ვფიქრობ, რომ არაუგვიანეს 1 წლისა ეს მასალა უკვე ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი კვლევრისა და მეცნიერისათვის. ანუ გაკეთდება კატალოგი, როგორც ბიბლიოთეკის, ასევე საარქივო კატალოგი და ჩვენს კაბინეტში უკვე იქნება შესაძლებელი მასზე მუშაობა. ბატონ ლევანს მინდა ვკითხო იმ იშვიათი წიგნების შესახებ, რომელიც ჩვენ ნახეთ ლომაზდე სამორაში. საინტერესოა მაყურებლისთვის, როგორ მოხდა ეს წიგნები პაპავების ოჯახში, წიგნები, რომლებიც საქართველოშიც არ არის, ხო? ზოგიერთი კი არა, ბევრი გამოცემა. ეს კოლექცია, თვითონ წიგნადი ფონდი შედგება 3 ნაწილისაგან. ერთი ნაწილი არის ის ნაწილი, რომელიც თვითონ ემიგრაციაში არის დაბეჭდილი, მათ შორის ბევრი ისეთი გამოცემაა, რომელიც საქართველოში არც ვიცით და არც გვინახავს, იმიტომ რომ არგენტინა არის ის ტერიტორია, სადაც შიშით არ იყვნენ განწყობილი, მაგალითად ფაშისტური და ლეგიონერების გამოცემისადმი. ასევე როგორც ჩანს, აკაკი პაპავას ყველასთან ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა, რაც განსხვავებით სხვა ემიგრანტებისაგან და ის აგროვებდა ყველა მიმართულების გაზეთს და ჟურნალს და ასევე როგორც ჩანს, ბიბლიოფილური მისწრაფებების ჰქონდა, რომ ჰქონდა სრული ბიბლიოთეკა ჰქონდა ეს ქართული არგენტინაში. აქედან გამომდინარე, ეს ემიგრაციული ლიტერატურა ძალიან ძვირფასია. ამავე დროს მეორე ნაწილი შედგება ლიტერატურისგან, რომელიც არის საქართველოდან წაღებული. როგორც ჩანს, მას ჰქონდა კავშირი მაშინდელ 20-იანი წლების საქართველოს ძველ მეგობრებთან, მათ შორის იყვნენ ძველი პოეტები, მწერლები და აგროვებდა ამ ნომრებს. მათ შორის ძალიან გაგვიკვირდა, რომ სრული კოლექცია აქვს ისეთი ჟურნალების მნათობის, თქვათ, და ცისკრის, რომელიც თვითონ საქართველოშიც ოჯახებში დღეს ძალიან ცოტას აქვს. და მინაწერებიც აქვს ამ გამოცემებს, როგორც ჩანს ის განიცდიდა რეპრესირების პერიოდს და ქართულ მწერალთა ეს ოქმები რო იყო მაშინ სხდომების და რაღაცას, ამასაც ძალიან ყურადღებით ათვალიერებდა და მინაწერებიც აქვს და ძალიან განიცდიდა ამ ამბავს. და ამავე დროს მესამე ნაწილი არის ის ლიტერატურა, რომელიც საბჭოთა პერიოდის, აი შემდგომი 50-იანი წლების ლიტერატურა არის, როგორც ჩანს მას შემდგომშიც ამ ოჯახს ჰქონდა კავშირი და თვითონ პაპავების გარდაცვალების შემდეგ მათი სიძეებით აგრძელებდნენ ამ ტრადიციას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იქ არის მაგალითად რემონიძე იყო ეგეთი მწერალი, ეს თვითონ გვარი ფსევდონიმი არის რემონიძის, ეს კაცი დახვრიტეს და ჩვენთანაც ბიბლიოთეკაში რამდენიმე საბჭოთა პერიოდის გამოცემა ამოღებული იყო და მაშინ ნადგურდებოდა ეს გამოცემები, იგზავნებოდა უშიშროებაში, ან თვითონ ბიბლიოთეკაში იყო სპეცფონდები. აი რემონიძის ორი გამოცემა, რომელიც ჩვენს ბიბლიოთეკაში არ არის, არც სხვა დაწესებულებებში არ იყო და გვაქვს დოკუმენტი, რომელიც უნდა განადგურებული იყო საბჭოთა პერიოდში, მას 26-27 წლებში გაუგზავნა თვითონ რემონიძემ და გადარჩენილია, ასე რომ ეს ფონდი ავსებს არა მარტო იმას, რომელიც ემიგრანტული ლიტერატურა არის, არამედ განსაკუთრებით ავსებს საბჭოთა პერიოდის ლიტერატურასაც, იმიტომ რომ მაშინ ან ბევრი ნომერი განადგურებულია ამ ჟურნალებისა და ამ წიგნებისა, ან ბევრში ამოჭრილია სტატიები. ამავე დროს მინდა დავამატო, რომ ამ გამოცემებთან ერთად იყო უძვირფასესი რუსული, მაშინდელი რუსული გამოცემები, რევოლუციამდელი რუსული გამოცემები, მათ შორის ისეთი გამოცემებიც, რომელიც არათუ მეფის რუსეთის დროს, არამედ საბჭოთა კავშირის დროსაც ძალიან ძვირი და ძალიან ძნელად მოსაპოვებელი იყო. თეგების მიხედვით ჩანს, რომ მას ჰქონდა კავშირი უცხოურ
ისტორიული ბევრ ბუკინისთან, რომლებიც მაშინ 30-იან წლებში საბჭოთა კავშირში ყიდულობდნენ ცნობილი ბიბლიოთეკებიდან, მათ შორის ლენინის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკიდან წიგნებს, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში 30-იან წლებში კოლექტივიზაციის დროს ძვირფას წიგნები იყიდებოდა საზოგადოებრივ ემიგრანტებზე და აქედან გამომდინარე მე ვთვლი რომ საქართველოს კიდევ ერთი ბიბლიოფილის და ცნობილი საზოგადო მოღვაწის და მე ვთვლი რომ ასეთი ბიბლიოთეკა სხვა მართლა ემიგრაციაში მე არ გამიგე. ეს რაც შეეხება წიგნებს, ბატონ პაატა, ყველას აქვს ეს შეკითხვა, რით შეიძლება იყოს, რა შეიძლება იყოს ახალი საქართველოს ისტორიაში, რა შეიძლება გავიგოთ ამ არქივიდან ახალი და რითი არის საინტერესო და გამორჩეული პაპავების არქივი. იცით, გააჩნია ვის გულისხმობთ, ვინ შეიძლება გაიგოს ახალი. ფართო საზოგადოებამ ძალიან ბევრი რამ შეიძლება გაიგოს ახალი. სპეციალისტებმა შეიძლება ბევრი რამ დააზუსტონ, ბევრი რამ თეთრი ლაქა გააფერადონ, ბევრი ნიუანსი დააზუსტონ და გაარკვიონ და ამის საშუალებას გვაძლევს პაპავების მრავალი ათეული წლის განმავლობაში დაგროვილი ლიტერატურა და რაც მთავარია, ის პირადი წერილები, რომელიც აქ არის დაცული. ეს არის შეიძლება არც ისე თვალსაჩინო ამ ეტაპზე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მასალა და წყარო ქართული ემიგრაციის სრული სურათის აღსადგენად, რომელიც ნელ-ნელა უკვე ხდება. აი თქვენ ნაწილი გამოეცით ამ მიმოწერის, დანარჩენი ნაწილი რამდენად დიდი სამუშაოა კიდევ, რამდენად დიდი რაოდენობაა თვითონ აი ამ წერილების. იცით რა, წერილების რაოდენობა დიდი არის, მაგრამ იმ პიროვნებათა რაოდენობა, რომელთა წერილები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, დიდი არ არის. ალბათ სულ რაღაც ერთი ათეული იქნება, მაგრამ დანარჩენი ალბათ ყველა თავის ადგილას ძალიან საინტერესო ინფორმაციას მიცემს თითოეული დარგის, თითოეული სფეროს, თითოეული პიროვნების ისტორიის კვლევას. აქვე მინდა გკითხოთ, ჩვენ ყავდა ძლიერი ემიგრაცია საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ხო, მაგრამ არგენტინის ემიგრაცია, თქვენ წინა გადაცემაში ყველანი ამბობთ, რომ რაღაცნაირად მაინც გამორჩეული იყო, რითი იყო გამორჩეული, რითი განსხვავდებოდა სხვა ემიგრანტული ჯგუფებისგან, რომელიც საქართველოსდან იყო წასული, თქვა თუნდაც საფრანგეთში. პირველ რიგში გამორჩეული იყო იმით, რომ გარიგდებული იყო იმ ყოველდღიურ ემიგრანტულ ცხოვრებას, რომელიც ასე ჩქეფდა ჯერ გერმანიაში, შემდეგ საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მოშორებული იყო ამ ყველაფერს, მაგრამ მეორე მხრივ საოცარია არანაირი თქვათ კავშირი ურთიერთობა მაშინ განსაკუთრებული არ ყოფილა, ჩვეულებრივი საფოსტო მიმოწერა ჰქონდათ, მაგრამ მათ აი ამ არგენტინაში თავს იყრიდა მთელი ემიგრაციის ამბავი, მთელი ემიგრაციის ისტორია, რაღაცნაირად კავშირი ჰქონდათ, აზრს ეკითხებოდნენ. აკაკი პაპავა წარმომადგენელი იყო დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობისა, მისმა ორმა უკანასკნელმა წევრმა, ნოე ცინცაძემ და კონსტანტინე კანდელაკმა, მას რწმუნებები მისცეს, თხოვეს, დაავალეს, რომ წარმოედგინა დემოკრატიული საქართველოს მთავრობა სამხრეთ ამერიკაში. ეს უკვე განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ფუნქციას ანიჭებდა არგენტინის ემიგრაციას. კიდევ ერთი რამ, რითაც არგენტინის ქართული ემიგრაცია გამოირჩევა, გახლავთ ის, რომ არც ერთი სხვა ემიგრაცია ასე არ ყოფილა დამოკიდებული ერთ ოჯახზე, ერთ პიროვნებაზე, ერთ წრეზე, როგორც არგენტინის ემიგრაცია. პრაქტიკულად პაპავები სათავეში ედგნენ არათუ სათავეში, პრაქტიკულად ეს გახლავთ ქართული ემიგრაციის, ქართული კოლონიის ცენტრი და ყველაფერი მათ გარშემო იკრიბებოდა. ნოზაძეც კი, რომელიც ჟურნალსაც რედაქტორობდა, რომელიც თქვენ იცით როგორი აქტიური მოღვაწე იყო, ისიც კი აი პაპავას ფონზე ამას რა განაპირობებდა ბატონ პაატა, მათი ფინანსური სიძლიერე თუ პიროვნული სიძლიერე კონკრეტულად ორივე ერთად და გარდა ამისა, ამას განაპირობებდა ის გამოცდილება, რომელიც თითოეულ მათგანს ჰქონდა, თამარსაც და აკაკისაც. აკაკი საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, მას ჰქონდა საზოგადოებრივი მოღვაწეობის გამოცდილება, მას ჰქონდა პოლიტიკური მოღვაწეობის გამოცდილება. საკმაოდ ცნობილი მწერალი წავიდა უკვე საქართველოსდან, ასე რომ ის არ იყო ემიგრაციაში ჩამოყალიბებული მოღვაწე. რა შეეხება იმ ფინანსურ სიძლიერეს, ეს საიდან იკვებებოდა ეს ფინანსური სიძლიერე? ფინანსური სიძლიერე მას საქართველოსდანვე მოსგამდა, რამდენადაც ცნობილია ის და მისი ძმები უფროსწორად და შემდეგ უკვე ბუნებრივია თავად ისიც უშუალოდ იყვნენ მონაწილეები აი იმ კომპანიისა, რომელსაც შემოერქვა და რომელიც ჭიათურის მანგანუმის გატანასთან იყო დაკავშირებული და შემდეგაც უკვე უცხოეთში მას როგორც ჩანს, აქედან რაღაც გარკვეული შემოსავლები ჰქონდა. ბატონ გოჩა, ძალიან საინტერესოა როგორ უყურებდა აკაკი პაპავა საქართველოს მომავალს. მაშინ, როდესაც ის მოღვაწეობდა არგენტინაში, პრაქტიკულად საბჭოთა კავშირი შეიძლება ითქვას იყო ყველაზე ძლიერი თავისი არსებობის განმავლობაში. ხო, ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი. როგორ ხედავდა ის საქართველოს მომავალს და რამდენად
პერსპექტივაში რამდენად ახლო მომავალში ხედავდა თქვა თუნდაც დამოუკიდებლობის ადგენას თუ არ იყო ამაზე უკვე საუბარი? რა თქმა უნდა ძნელი იყო მაშინ იმის განჭრეტა თუ რაოდენ სწრაფად მოხდებოდა. იმიტომ რომ ბოდიში ვიხდი, ხაზი მინდა ამას გაუსვა ეს ოჯახი გადმოვიდა გერმანიიდან სამხრეთ ამერიკაში. გრიგოლ რობაქიძე ჩვენ ვიცით ცოტა უფრო ადრე თანაუგზნობდა ჰიტლერს და ანუ აი ამ გერმანიის დახმარებით ესენიც ფიქრობდნენ მაშინ როცა გერმანიაში ცხოვრობდნენ საქართველოს გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ გერმანიის დახმარებით. არა, ასე აქტიურად ეს ოჯახი არ იყო ჩართული ამ პროცესებში, თამარ და აკაკი პაპავების ოჯახი. თუმცა მთლიანობაში რასაკვირველია, მათ არასდროს იმედი არ დაკარგუიათ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოხდებოდა. მათ ყოველთვის ამის ჯეროდათ და სწამდათ და 50-იან წლებში სწორედ აი ბატონმა პაატამ რომ აღნიშნა, თუნდაც ის ფაქტი, რომ აკაკი პაპავა ძალიან აქტიურად იყო ჩართული და თამარ პაპავაც ქართული სათვისტომო საქმიანობაში და ეროვნული საბჭოს საქმიანობაში, რომელსაც სათავე დაუდეს სწორედ ქართული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, იგივე კონსტანტინე კანდელაკმა, ნოე ციცაძემ და სხვებმა და ის იყო წარმომადგენელი აი ამ ორგანიზაციის სამხრეთ ამერიკაში, უკვე ეს მეტყველებს იმაზე, რომ მას რასაკვირველია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის იმედი ყოველთვის ჰქონდა. და ის იბრძოდა ამისთვის. უბრალოდ მაშინ საბჭოთა კავშირის დანგრევა ცოტა უკვე ძნელი წარმოსადგენი იყო, რაოდენ სწრაფად წარიმართებოდა ეს პროცესები და როგორ განვითარდებოდა ახლა ეს რასაკვირველია თამარ და აკაკი პაპავას საქმიანობაზე მხოლოდ აღარ იყო დამოკიდებული, ბუნებრივია და გნებავთ ჩვენი ემიგრანტული მთავრობის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მისწრაფება და საქართველოს მე საგანგებოდ მინდა აღვნიშნო და წინა გადაცემაში თქვი რომ საქართველოს დამოუკიდებლობის სული პრაქტიკულად შეიძლება ითქვას რომ ერთ-ერთი მთავარი გამომხატველი სწორედ ეს ოჯახი იყო. იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობაზე მათ სამშობლოში ხმის ამოღებაც კი არ შეიძლებოდა, აი ეს დამოუკიდებლობის იდეა საზრდოობდა და ცოცხლობდა ქართულ ემიგრაციაში და ქართულ ემიგრაციიდან კი განსაკუთრებით აი ესეთ განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ოჯახში, როგორიც იყო თამარ და აკაკი პაპავების ოჯახი. სხვათა შორის საგანგებოდ ვკითხე მე შვილიშვილებს, თამარ და აკაკი პაპავების შვილიშვილებს, რომ რა მოლოდინი ქონდა ოჯახს საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. და მითხრეს დაახლოებით იგივე, რაც მომისმენია მე ძალიან ბევრი ემიგრანტული ოჯახი ხების შთამომავლებისაგან, რომ იმედი არასოდეს დაუკარგავთო, ყოველ ახალ წელს იყო მოლოდინი და სურვილი ერთმანეთის მიმართ, რომ შეხვედროდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას. თუმცა კონკრეტულად ძალიან უჭირდათ იმის თქმა, როდის იქნებოდა ეს, მაგრამ იმედს არასოდეს კარგავდნენ, რომ საქართველო აუცილებლად იქნებოდა დამოუკიდებელი. ბატონ ლევან, მოდით შევეხოთ ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავიგეთ, თუნდაც იმ ოჯახიდან, სადაც ვიყავით, ხო არა მარტო არქივიდან. მოდით ვისაუბროთ იმის შესახებაც, რას წარმოადგენდა აკაკი პაპავა, როდესაც ის იყო საქართველოს ჯერ დამოუკიდებლობამდე, სანამ საქართველო მიიღებდა დამოუკიდებლობას, ის იყო აქტიურად ჩართული მთელ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ხო? რას წარმოადგენდა აი ამ პერიოდში, ვინ იყო, როგორი ფიგურა იყო? როგორც ჩანს 26 წელს თუ 27 წელს მას აქვს გამოქვეყნებული პატარა მოთხრობა, ცალკე იყო მწერალთა კავშირის წევრი, ახალგაზრდა მწერალი იყო, ახლა ისეთი რომ გამოჩენილი მწერალი ყოფილიყო და თავისი საზოგადოებრივი მას ჰქონდა რაღაც საზოგადოებრივი ადგილი, მაგრამ არ იყო ისეთი პიროვნება, რომ მაშინ ფუხტა. მაგრამ როგორც ჩანს, შემდგომში აი ამ გაჭირვებულ დროს, როდესაც ემიგრაციაში ერთმანეთს ჭამდნენ, მან დაინახა, რომ საჭირო იყო სწორედ აქტიური ქმედებები და როგორც ჩანს, იქ ძალიან მოწონებით და ძალიან დიდი სიყვარული დაიმსახურა ემიგრაციაში და აი ბოლოს როგორც ჩანს და მე როგორც ვკითხე შვილებს, როგორც არგენტინაში მოხდნენ სიძეების სამსახურის გამო. ასე რომ ის დარჩებოდა ჰამბურგში. სხვები არგენტინის ემიგრაცია იქ თავისი წარსულის გამო გადავიდნენ, იმიტომ რომ არგენტინა ასე თუ ისე იქ საბჭოთა კავშირი ვეღარ მიწვდებოდა ამ ემიგრანტებს განსხვავებით თუნდაც საფრანგეთიდან, თუნდაც ციურიხიდან და თუნდაც აღარ არის ლაპარაკი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან იყო მოტაცებები ამ ყოფილი გერმანიასთან მოთანამშრომლე ემიგრანტებისა. ამ შემთხვევაში პაპავა სიძეებმა იშოვეს სამსახური არგენტინაში და კარგი სამსახური იშოვეს. როგორც შვილებმა თქვეს, ბოლოსში უკვე ეს თანხები აღარ ჰქონდათ, მაგრამ სიძეებმა აიღეს თავის თავზე ეს ოჯახის რჩენის ამბავი და მიუხედავად ამისა, აკაკი პაპავა არ იპოვება ამ გაჭირვებას და წიგნებსაც ყიდულობს, ისეთ წიგნებს, როგორც არის მაგალითად არქეოგრაფიული აქტები, არის
ანტიკვარული გამოცემები, რომლებსაც თვლის, რომ ეს ციგნები უნდა იყოს მის სახში და მისი სიკვდილის შემდეგ ეს მისი გადავიდეს საქართველოში. დავამატებდი ბატონ ლევანის ნათქვამს, აი მისი ცხოვრების პირველ პერიოდზე, საქართველოს პერიოდზე, საკმაოდ ცნობილი მოღვაწე იყო, საკმაოდ ცნობილი. ძალიან კარგ ცნობებს გვაწვდის ამასთან დაკავშირებით მისი ავტობიოგრაფია. შემორჩენილია საკუთარი ხელით შესრულებული ავტობიოგრაფია, ინახება საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო არქივში და ეს არის ეროვნული საბჭოს წევრების ავტობიოგრაფიები, მაშინ საგანგებოდ დააწერინეს და იქ არის აღწერილი მთელი მისი ცხოვრება 1918 წელს შედგენილია. რა ცხოვრება გამლო მან 1890 წლიდან როცა ის დაიბადა, იქიდან მოყოლებული და ჩანს ამ ავტობიოგრაფიიდან თუ როგორ აქტიურ მოღვაწეობას ეწეოდა. ერთი ის იყო სოციალისტ ფედერალისტთა პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი და გარდა ამისა, როგორც აღნიშნავ, მწერალთა კავშირის წევრი და მას ჰქონდა პრემიაც მიღებული სხვათა შორის როგორც ის თვითონ უწოდეს სიტყვა კაზმული მწერლობისათვის. მანამდე ის სწავლობდა დორპატში, ანუ ტარტუს უნივერსიტეტში და იქ ხელმძღვანელობდა სტუდენტთა საფისტომოს. ანუ ძალიან აქტიური ფიგურა იყო. ესე იგი, ამიტომ ჩანს, რომ მთელი მისი ცხოვრების მანძილზე 74 წელი იცოცხლა მან საკმაოდ ხანგრძლივად და არასდროს არ შენელებულა, რომ იტყვიან, აი სულ მოძრაობაში იყო, აქტიური პიროვნება იყო და ეს ჩამოყალიბდა მისი ასეთი აქტიური პიროვნება ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან. როდესაც ის ქართულ სტუდენტთა საფისტომოს ხელმძღვანელობდა, შემდეგ იყო დაუარსებია არჩილ ჯორჯაძის სახელობის წრე. იმიტომ რომ ის არჩილ ჯორჯაძე იყო მოგეხსენებათ სოციალისტ ფედერალისტთა პარტიის დამაარსებელი და ლიდერი, სულის ჩამდგმელი და თუმცა სადღაც წავიკითხე რომ რაღაც ეტაპზე ის არჩილ ჯორჯაძეს აკრიტიკებდა. არა, აკრიტიკებდა ერთი, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, მაგრამ არჩილ ჯორჯაძე იყო სწორედ სოციალისტ ფედერალისტთა პარტიის ფუძემდებელი, სულის ჩამდგმელი და რასაკვირველია, მათ შორის აკაკი პაპავასთვისაც და დიახ, გასაგებია. ბატონ პატა, თუ არის ცნობილი მისი ურთიერთობა კონკრეტულად ნოე ჟორდანიასთან, იმიტომ რომ მე რატო გამიჩნდა ეს შეკითხვა, ჩვენ როდესაც იმ სახლში შევედით, სადაც არქივი იყო შენახული, ნოე ჟორდანიას ფოტო იდო იქ, ხო? ცოტა თავიდან უცნაურად მოგვეჩვენა, მაგრამ შემდეგ რაღაც ახსნა ამას აქვს, ბუნებრივია მოეძებნა. დიახ, ეს ფოტო ბუნებრივია იყო იმიტომ, რომ აკაკი პაპავა იმის მიუხედავად, რომ სრულიად სხვა პარტიის წევრი იყო და ძალიან დაპირისპირებულიც იყო მისი პარტია და პირადად ისიც სოციალ-დემოკრატებთან, ის გახდათ იმ მთავრობის წარმომადგენელი, რომელსაც სათავეში სწორედ ნოე ჟორდანია ედგა. ამიტომ ეს სავსებით ბუნებრივია, მაგრამ მეორე მხრივ, უკვე ბოლოს განსაკუთრებით ნოე ჟორდანიას გარდაცვალების შემდეგ ეს დაპირისპირება, პარტიული დაპირისპირება, რამდენადვე მინავდა არა მარტო პაპავასა და თქვათ ევროპულ ემიგრაციაში შორის, არამედ საზოგადოდ, თვითონ ევროპაშიც კი. ჯერ ერთი, როდესაც სეინდა ჩამოდის ასეთი დიდი ფიგურა, როგორც ნოე ჟორდანია იყო, მოგწოს არ მოგწოს ეს სხვა საკითხია. ბუნებრივია, მის მიმართ უკვე ის დამოკიდებულება რამდენადმე ნელდება. გარდა ამისა, არის არქივში საბუთები, როგორ ეხმაურება აკაკი პაპავა არგენტინიდან ნოე ჟორდანიას გარდაცვალებას, როგორ ეხმაურება მის მიმართ მისი ხსოვნის უკდავსაყოფად გამართულ რომელიმე ღონისძიებას იგივე საფრანგეთში. ასე რომ ეს დამოკიდებულება იყო ისეთი დამოკიდებულება, როგორც შეიძლებოდა ქონოდა საქართველოს პარლამენტის წევრს ამ პარლამენტის ლიდერისადმი და როგორც შეიძლებოდა ქონოდა სახელმწიფოს პირველი პირისადმი. ძალიან საინტერესოა, რა ვიცი, რომელსაც გაქვთ ამ შეკითხვაზე პასუხი. ან თქვენი მოსაზრება ძალიან საინტერესოა, ბევრი ქართველი, რომელიც ასევე იყო თავგადაკლული მომხრე, რა თქმა უნდა, საქართველოს დამოუკიდებლობის გასაბჭოების შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას, რომ დარჩეს საქართველოში, ხო? მაგრამ პაპავა მიდის ემიგრაციაში, მას გარდაუვალი დახვრეტა ემუქრებოდა და ამიტომ ბატონ გოჩა, რა ვიცი, თქვენ თუ გაქვთ ამაზე პასუხი. ხო, არა, ეს ძნელი სათქმელია, რა თქმა უნდა, გარდაუვალი დახვრეტა იმ ეტაპზე, პირველ ეტაპზე ნაკლებად ალბათ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მან მიიღო ესეთი გადაწყვეტილება, ის პარლამენტის წევრი იყო, არაერთი საქართველოს პარლამენტის არაერთმა წევრმა, მაშინ დატოვა საქართველო და გაემგზავრა ემიგრაციაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა თავის ოჯახზე, თამარ გოგოლაშვილი პაპავაზე და მათ ქალიშვილებზე, ტურფაზე და მზიაზე და შესაბამისად შეეცადა, რომ გარკვეულწილად გაერიდებინა მაშინ ამ ეტაპზე. მე საქართველოს არის, მე რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და ამას ადასტურებს ზოგიერთი ცნობაც, აკაკი პაპავა ემიგრაციაში კი არ წავიდა, ემიგრაციაში დარჩა, ის წასული იყო, როდესაც ჯერ კიდევ საქართველო იყო დამოუკიდებელი რესპუბლიკა, ესე იგი 21 წლის თებერვლამდე, ის უცხოეთში და უცხოეთში შეხვდა იმ ყველაფერს, რაც აქ ანუ გასაბჭოების დროს არ იმყოფებოდა. ამიტომ ის არ წასულა, ის უბრალოდ აღარ ჩამოვიდა, ჩათვალა რა, რომ
აქ დაბრუნება რაღაც გარკვეულ საფრთხეებს ალბათ შეიცავდა და ოჯახის შემდეგ მას დაეწია ჰამბურგში. მე ვთვლი რომ დაახლოებით თანაბარი თავგანწირვა იყო მაშინ აი აქტიურ სარბიელზე ვინც იყო იმ ადამიანების მხრიდან დარჩენაც და ემიგრაციაში წასვლაც იმიტომ რომ თანაბარ საფრთხეებს შეიცავდა ორივე მოქმედება გარანტია არსად არ იყო როგორც აქ არ იყო გარანტია რომ არ დახრეთნენ ისე არ იყო გარანტია უცხოეთში რომ იქ დალხინებული ცხოვრება ელოდა და იქაც მოგეხსენებათ როგორ დიდი ძვრები იყო ხო ევროპაში მაშინ ასე რომ ის ხალხიც რომელიც აქ დარჩა და ასე თუ ისე თანამშრომლობაზე წავიდა ან შეეწირა რეჟიმთან ბრძოლას და ის ხალხიც რომელიც წავიდა უცხოეთში და იქიდან ებრძოდა ამ რეჟიმს სხვადასხვა ფორმით იბრძოდნენ საერთო საქმისთვის ასე მგონია. გასაგებია მე სანამ ისევ არქივის საკითხს დაუბრუნდები მინდა ვთქვა ორი სიტყვა ჭეიშვილებზეც ბატონ გოჩა ფოტო რომელიც თქვენ მანახეთ მელომაზ და სამორაში სადაც კაკუცას თანამებრძოლებთან ერთად არის ხო საშა ჭეიშვილი ეს რა ფიგურა იყო სანამ თქვათ არგენტინაში მოხდებოდა ამ ფოტომ გააცოცხლა ძალიან ბევრი რამ ჩემთვის უცნობი იყო მისი დამოკიდებულება შეფიცულთა რაზმთან ანუ აი ამ სწორედ ხანდახან ერთი ფოტო მთელი ისტორიას აცოცხლებს ეხლა აბსოლუტურად უცნობი ფაქტია მას ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა კაკუცა ჩოლოყაშვილის მარჯვენა ხელთან ანუ მის უახლოეს თანამებრძოლთა შეფიცულთა რაზმის ერთ-ერთ ლიდერთან ელიზბარ ვაჩნაძესთან კაპიტან ელიზბარ ვაჩნაძესთან და ერთადაა გადაღებული ფოტო მათ 1926 წელს ართვინში თავისთავად ესეც ართვინი მოგეხსენებათ აქვეა ისტორიული საქართველოს ნაწილია ესე იგი ისიც უცნობი იყო რომ ელიზბარ ვაჩნაძე ართვინში იმყოფებოდა იმ პერიოდში 26 წელს ეს იმიტომ რომ 24 წელს შეფიცულთა რაზმმა საქართველოს დატოვა აჯანყების დამარცხების შემდეგ როგორც ჩანს გარკვეულ ეტაპზე კაკუცა ჩოლოყაშვილმა რომელმაც 30 წლამდე იცოცხლა ელიზბარი გამოგზავნა რათა დაეზორა სიტუაცია რა ხდებოდა საქართველოს საზღვრებთან აი სწორედ ამ პერიოდში ახალგაზრდა სრულიად ყმაწვილი ალექსანდრე საშა ჭეიშვილი მაშინ შეხვდა მას როგორც ის წავიდა ემიგრაციაში სწორედ ამ პერიოდში და მათ ერთად გადაიღეს ფოტო როგორც ჩანს რაღაც საქმეები მათ ერთობლივად მოიმოქმედეს და შესაბამისად ძალიან საინტერესოა მინაწერიც რომ ახალგაზრდა ქართულ მამულიშვილს საქართველოს შეფიცულისაგან ანუ ძალიან თბილი წარწერა აქვს ელიზბარ ვაჩნაძისგან მას მიძღვნილი აქედან გამომდინარე ჩანს რომ ჯერ კიდევ სიხმაწვილიდან ალექსანდრე ჭეიშვილი საშა ჭეიშვილი შემდგომში ლუფთანზას წარმომადგენელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ლევილში ქართველი ლევილის სასაფლაოზე ქართველი ემიგრანტების ნეშტის გადამსვენებელი სამხრეთ ამერიკიდან მოგეხსენებათ სწორედ ის იყო მას თავიდანვე ძალიან ესეთი აქტიური პოზიცია ეკავა საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ბატონ ლევან, გარდა აი ამ პოლიტიკური მოღვაწეობისა, ჩვენ ვიცით რომ თამარ და აკაკი პაპაევს ორივეს აქვს ლიტერატურული ღვაწლი, აქვთ ნაშრომები, აი რა შეგვიძლია ვთქვათ ამ ნაშრომების შესახებ? ლექსები, ეს გამოცემები 90-იან წლებში ხელმეორედ გამოსცეს საქართველოში, მაგალითად დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში არის ეგეთი გამოცემა, არის კიდევ მივიწყებული საფლავები, გაბნეული საფლავები და ტოლვილთა საძვალენი, როგორც ჩანს აქ ორივეს აქვს ამ თამარ პაპავა კი წერს, მაგრამ ეს ციგნები არის ყველა თამარ პაპავას ავტორობით გამოცემული, მაგრამ როგორც ჩანს აკაკი პაპავაც გარკვეულ წვლილი არის ამ ციგნების გამოცემაში, იმიტომ რომ აქ არის რევილში დამარხული ქართველების სიები არის გამოქვეყნებული და მე როგორც აქ ბანდრო ისა არქივს ვათვალიერებდით, იქ პაპავას თვითონ აკაკი პაპავას ხელით ეწერა აი ამ დამარხული ლევილის გვარები, ასე რომ ჩანს რომ აკაკი რაღაცნაირად უბიძგებს თავის სოლს რომ უფრო გამოჩნდეს ის როგორც ქართველი და ეს წიგნებსაც აქვს თეგები, რომელსაც აწერია თამარ და აკაკი პაპავების ბიბლიოთეკიდან და არა აკაკი და თამარ პაპავების ან ცალკე. როგორც ჩანს ესენ ხედავდა აკაკიც თავისი მეუღლის აი ამ ღრმა პატრიოტულ განწყობას და მართლა ძნელი არის ემიგრანტები რომ არიან მართლა ორივე ერთად ძალიან დიდ ტკივილს განიცდიდნენ და სწორედ აკაკიც თვლიდა რომ ქალი სწორედ მისი
პოლიტიკური მოღვაწეობის გამო დაიჩაგრა და წამოვიდა საქართველოსთან და ამიტომ ყველანაირად ხელს უწყობდა და უგროვებდა კიდევაც ამ გამოცემებს და ყველანაირად ქართულ გარემოს უქმნიდა და როგორც შვილებმა თქვას არასოდეს ჩვენ არ გვახსოვს ერთმანეთთან მოკამათენი და ისინი ყოველთვის ერთად სიტკბო იყო და თუ ჩვენ საქართველოს ხო შვილიშვილებმა და შვილიშვილებმაც შვილებიდან იციან რაც ის საქართველოს არ აქონდაო ჩვენთვის საქართველოს ჩვენი პაპა იყო ბაბუტაო და პიპა და ბაბუტა ეს უკვე ბატონმა პაატამ იცის იმიტომ რომ წლების განმავლობაში აქვს კავშირი ამ ოჯახთან და მე სულ რაღაც 2 კვირის განმავლობაში მქონდა ამიტომ ეს გამოთქმები მათი რაღაცნაირად დამჩა რომ არა ოჯახთან კავშირსაც შეეხება ხო და გულის ტკივილი თქვა რომ სამწუხაროდ აი ამ ფაქტს რომლის მონაწილე ჩვენ ყველანი ვიყავით ვერ შეესწრენ შვილები ლევანი შვილებზე ამბობდა კალბატონი ტურფა და კალბატონი მზია მე მქონდა ბედნიერება მათთან შეხვედრის საუბრის ეს იყო უაღრესად განათლებული ხალხი ეს იყო ქვეყანაზე ძალიან შეყვარებული საქართველოს გულისხმობ შეყვარებული ხალხი ეს იყო შეყვარებული ხალხი იმ ყველაფერზე რასაც საქართველოში აკეთებს ქართველი რასაც უცხოეთში აკეთებდა ქართველი ეს იყვნენ კალბატონები რომლებაც ისეთი ქართული შეასწავლეს თავის შვილებს რომელიც ჩვენი გვესმოდა ყოველდღიურად და რომელიც სამწუხაროდ შემიძლია გითხრათ რომ ძალიან დიდი გაკვირვება გამოიწვია საქართველოში რომ ამდენი წლის შემდეგ როგორ შეიძლება ასეთ სრულყოფილი ქართული შეინარჩუნონ არგენტინაში ასე შორს. დიახ ეს იყვნენ კალბატონები რომლებაც 6-6-7 ენა იცოდნენ გვეხარჩეი ბატონი და სახში მუდამ ქართულად ლაპარაკობდნენ შვილებს ქართულად ელაპარაკებდნენ ერთმანეთს იქ უყვარდათ ხოლმე ერთი ადგილი ჰქონდათ რაღაც ისეთი შეგულებული ლომას და სამურაში ყავის სმა სხვადასხვა სახში ცხოვრობდა იქ იკრებებოდნენ მიდიოდნენ ხოლმე ორივენი და იქაც მუდამ ქართულად ლაპარაკობდნენ წერილებს მუდამ ქართულად წერდნენ თუ რა თქმა უნდა უცხოელ კორესპონდენტთან არ ჰქონდათ საქმე იცით ეს თავად პაპავების ოჯახის აი ეს აურა ეს დამოკიდებულება უფროსი თაობისა, საშუალო თაობისა და უმცროსი თაობის არის სამაგალითო არა მარტო ემიგრაციისათვის საზოგადოებრივ, არამედ შეიძლება საქართველოსისაც როგორ შეიძლება ეზიარო და იყო მსოფლიო კულტურის ნაწილი და ამავე დროს არ დაკარგო კი არა პირიქით შეინახო და აი ასე გადასცე თაობიდან თაობას ქართული. ბატონ ბუბას მინდა დაუსვა საკითხი, ერთი შეკითხვა, ბუნებრივია ძირითადი ნაწილი არგენტინიდან ჩამოვა საქართველოში, მაგრამ რაღაც ნაწილი უკვე არის აქ და გარკვეულწილად ეს შეკითხვა ბატონ პაატასთანაც იქნება, მაგრამ ჯერ თქვენ გითხავთ, რა ნაწილი არის საქართველოში პაპავების არქივის და კაბინეტის შესახებაც გითხარით ორი-ორი სიტყვა, რომელიც გახსნილია აი ამ შენობაში, სადაც ახლა ჩვენ ვართ. დიახ, თამარ და აკაკი პაპავების ოჯახთან ურთიერთობა დაიწყო 1980-იანი წლებიდან. შემდეგ 90-იან წლებში ბატონი პაატა იყო პირველი ადამიანი, რომელიც ჩავიდა ამ ოჯახში, აი მემკვიდრეობის საქართველოში ჩამოტანის მიზნით. და მან ჩამოიტანა გარკვეული ნაწილი არქივისა და მოხდა ისე, რომ შემდეგ ჩვენი დაწესებულებისა და ბატონი პაატას მიზნები გაერთიანდა და ერთობლივად ვიზრუნეთ იმისათვის, რომ ჩავსულიყავით იქ დანარჩენი ნაწილის ჩამოსატანად. წინასწარ გაიხსნა, ასე ვთქვათ, ანონსის სახით გაიხსნა კაბინეტი თამარ და აკაკი პაპავების სახელობისა, სადაც გვაქვს მიზნად, რომ თავი მოიყაროს მთელმა კოლექციამ, რაც კი არის საქართველოში, ეს ერთი ნაწილია მხოლოდ და ძირითადი ნაწილი, რომელიც გზაშია, მოემართება. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს აქვს ძალიან კარგი ტრადიცია, რომ კოლექცია დაიცვას მთლიანობაში და ამა თუ იმ მოღვაწის სახელობის კაბინეტი იქნას დაცული. ასე მაგალითად ჩვენთან არის ივანე ჯავახიშვილის მემორიალური კაბინეტი, კორნელი კეკელიძის, აიმიგრანტ მოღვაწეთაგან შეიძლება აღნიშნოთ კალისტრატე და ნინო სალიების კაბინეტი არის. ეს კაბინეტები აძლევს საშუალებას კვლევარს არა მხოლოდ ისარგებლოს კონკრეტული მასალით, არამედ აღიქვას ის გარემო, რა გარემოშიც ეს მოღვაწე მუშაობდა. ასე რომ ეს კაბინეტი სრულფასოვნად ფუნქციონირებას დაიწყებს დაახლოებით 1 წელიწადში მასში. გასაგებია ბატონ პაატა იქნებ თქვენ გითხრათ ის ნაწილი რაც უკვე არის საქართველოში, რა შინაარსისაა და რა ნაწილზეა და მოგახსენებთ. პირველ რიგში მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბუბა კუდავას მადლობა მოვახსენო იმისათვის, რომ აი ეს კაბინეტი გაიხსნა ფაქტობრივად ნდობის ნიადაგზე, იმიტომ რომ კაბინეტის მასა რა თქმა უნდა არ შეიძლებოდა მქონოდა, იმიტომ რომ ერთი კაცი განა
რამდენს ჩამოვიტანდა არგენტინიდან. მაგრამ რაც ჩამოვიტანდა, ეს მნიშვნელოვანია საკმაოდ, არა მოცულობით, არამედ შინაარსის თვალსაზრისით. ეს არის ის წერილები, რომელზეც მე უკვე მოგახსენეთ, ეს არის პირადი წერილები, ფაქტობრივად ის წერილები, რომელიც ერთი მხრივ არ დაწვა თამარ პაპავამ გარდაცვალებამდე რამდენიმე ხითად და მეორე მხრივ ოჯახმა გამოიმეტა საზოგადო ასე სივრცისათვის. გარდა ამისა, აქ არის რაღაც გარკვეული პერიოდიკა, აქ არის ის, რასაც მე ჩვენ ეფემერები დავარქვი და გამოფენაც მოვაწყეთ, ეს გახლავთ ის ფურცლოვანი პროდუქცია, მოსაწვევი ბარათები, ბუკლეტები და სხვადასხვა სახის ბეჭდური პროდუქცია, რომელიც ჩვეულებრივ არ ინახება ხოლმე, არ არის დაცული თქვა ისეთ სერიოზულ საცავებში, როგორიც არის თქვა მუზეუმი, ან ბიბლიოთეკა, ან არქივი, ან სხვა რამ და აი აქ ამ ოჯახში ეს ყველაფერი იყო საფრთხად მოვლილი და რაღაცაერად ფიქრობთ, რომ ესეც ავსებს ამ საერთო სურათს. გარდა ამისა, არის მემორიალური ნივთები, რომელიც შემდეგ ჩამოგვიტანა ოჯახმა, როდესაც სწორედ გახსნის ცერემონიალზე 2009 წელს ჩამობრძანდნენ. აქ არის წარმოდგენილი საწერი მოწყობილობა აკაკი პაპავასი. აქ არის დოკუმენტები, საბუთები, აქ არის პასპორტები, ის ნასენი ცნობილი პასპორტი, რომელთაც ისინი გაემგზავნენ არგენტინაში თავის დროზე. აქ არის სხვა საბუთები, ის პირადობის მოწვევები, მათ ჩასვლისთანავე ჩამოაყალიბეს კოლონია, რომელსაც წმინდა გიორგის სახელი უწოდეს და აი ამის დამადასტურებელი საბუთები არის ერთის სახელზე, მეორე სახელზე. არის სხვა ისეთი საინტერესო მასალა, რომელიც აი ჩამოტანილ მასალასთან ერთად შექმნის იმ მთლიანობას, რომელიც საბოლოოდ მოგცემს საშუალებას სრულად წარმოვიდგინოთ ამ ოჯახის როლი და ადგილი ემიგრაციაში. გასაგებია, ჩვენი სასაუბრო დრო იწურება, მაგრამ ერთ საკითხს კიდევ მინდა შევეხო, რომელიც როცა გადაცემა გავიდა, რამდენიმე ადამიან მაყურებელმა მათ შორის წამოჭრა, თუნდაც პირადად ჩემთან საუბარში, რომ და საერთოდ დგება ხოლმე ასეთი მომენტების დროს ეს საკითხიც. ჩვენ ვიცით, რომ თამარ და აკაკი პაპავები არიან ლევილში დაკრძალულები და მიზანშეწონილია თუ არა, თქვა ჩამოვიდა არქივი, მიზანშეწონილია თუ არა მათი გადმოსვენებაც. რამდენად სწორია საკითხის ასე დასმა, როდესაც არქივი ჩამოდის, თქვა გადმოსვენებაც მათი. ჩემი აზრით ეს არ არის ცალსახა საკითხი, ძალიან ბევრი რაკურსი აქვს ამ თემას. ერთი მხრივ, თქვათ, შევხედოთ, თუ კი ბრუნდება მათი სრული მემკვიდრეობა საარქივო საბიბლიოთეკო, იქნებ მათი ნეშტიც დაუბრუნდეს, ხომ? მაგრამ მეორე მხრივ შევხედოთ, ჩვენ ქრისტიანები ვართ და ნეშტის განსასვენებელს, თქვათ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ხომ? და კიდევ ისიც გავიხსენოთ, რომ ისიც პატარა საქართველოა, სადაც ეს ცნობილი ქართველები განისვენებენ. მაგალითად, ლევილის სასაფლაო, რომელიც არის ძალიან დიდი მნიშვნელობის ისტორიული ძეგლი უკვე, ხო და ამ ისტორიული ძეგლის სრულად მოშლა მე პირადად არ მემაჩნია მიზანშეწონილად. თუმცა ცხადია, ყოველი კერძო შემთხვევა მაინც ცალკე განხილვის საგანი უნდა გახდეს. გარდა ამისა, უნდა ვთქვა აუცილებლად, რომ ეს არ არის მიცვალებული არც ერთი, არც მეორე, სამი საუკუნის წინანდელი და არც ერთი საუკუნის არც უპატრონო. მათ ყავთ ოჯახი, ძლიერი ოჯახი, საკმაოდ ძლიერი ოჯახი. ეს არ არის მაინდამაინც ჩვენი სამშობლო და გადასაწყვეტი, არც იმ მეგობრების, რომლებიც ჩვენ ამას გეუბნებიან, თქვათ, არა, ჩვეულებრივი შეხვედრების დროს. ეს პირველ რიგში ოჯახმა უნდა გადაწყვეტოს, ისე როგორც თქვათ, სხვა ასეთი გადასვენებები გადასტათ. როდესაც აქ ჩამოასვენეს რომელიმე, თქვათ, იქ დაკრძალული ადამიანი, მას ნათესაობა აქ ყავდა, ოჯახი აქ ყავდა და ეს ოჯახი არის არგენტინაში. ესე იქ სად გადავასვენოთ, არგენტინაში თუ საქართველოში? მე ვფიქრობ, რომ ბობა სწორია, ის უნდა იყოს იქ, სადაც არის ქართული პანთეონია, ეს არ არის ჩვეულებრივი სასაფლაო, იქ არის ძალიან ცნობილი მოღვაწეები დაკრძალული და თუ ამას ოჯახი სხვაგვარად არ ინებებს, ჩვენ არავითარი მსჯელობის უფლებაც ამაზე არ აქვს. ჩერჩილის ცნობილი სიტყვები ახსენდება, სადაც ერთი ბრიტანელი ჯარისკაცი მარხია, იქ არის ბრიტანეთიო. შეიძლება ეს გასაგებია. კარგი, ჩვენი დრო ამოიწურა, თუ ვინმეს გსურთ, თქვათ, რამე დაამატოთ, გვაქვს. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა უთხრა კომპანია GeoCells და პირადად ბატონ ოსმან თურანს, რომელმაც შესაძლებელი გახადა ეს წლების ჩვენი ოცნება განხორციელებული იყო, რომ ჩავსულიყავით და იქ მოგვემზადებინა მასალას საქართველოს ჩამოსატანად და გამოსაგზავნად. და მეორე მხრივ საქართველოს ახლად გახსნილ საელჩოს არგენტინაში, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვერდით გვედგა და სადაც მოხდა
პირველი მიიღება სწორედ პაპავა ჭეიშვილი. შეიძლება ითქვას, რომ არა ესეთი ახალი წარმომადგენლობა საქართველოსი არგენტინაში ალბათ შეუძლებელი იქნებოდა ეს ექსპედიცია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ საინტერესო საუბრისთვის და საინტერესო იყო მთელი ის 2 კვირა, რომელიც ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა თქვენთან ერთად გაატარა ამ არქივის, ასე ვთქვათ, აღწერაში, მოდი ჯერ აღწერა და ვთქვათ ასე ზოგადად, ხო? მე მინდა ჩვენს მაყურებელს უთხრათ, რომ ჩვენი ძირითადი თემა არგენტინაში რისთვისაც გავემგზავრეთ, რა საკვირველია იყო პაპავების არქივი, მაგრამ ჩვენ ჩამოვიტანეთ კიდევ ერთი სიუჟეტი არგენტინიდან, ბუენოს-აირესის შესახებ და გვინდა შემოგთავაზოთ ეს სიუჟეტი. თუკი ბუენოს-აირესში მოხვდებით, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ამ ადგილას. ამ ადგილს ქვია სან-ტელმო, სადაც მთელი მსოფლიოდან იყრიან თავს ტურისტები. მას ასე გთავაზობთ მოგზაურობას სან-ტელმოზე. ტანგო, ფეხბურთი, მარადონა. ესაა ნამდვილი არგენტინა და ბუენოს-აირესი. მათ შესახებ მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში ბევრი სმენიათ. ყველა ჩამოთვლილთან ერთად ბუენოს-აირესი სან-ტელმოსთანაც ასოცირდება. ჩვენ სწორედ ამ ადგილის ჩვენება გადავწყვიტეთ. ამ მუსიკოსმა ესაა თავისი სამუშაო დღე დაიწყო. სულ მალე მის გარშემო უამრავი ადამიანი მოიყრის თავს. My first time, well, actually my third time in Buenos Aires. It has been 10 years. მესამედ ვარ ბუენოს-აირესში. ბოლოს 10 წლის წინ ვიყავი და ბევრი რამ შეცვლილა ჩემი უკანასკნელი ვიზიტის მერე, მაგრამ მის ხიბლი რაც ქალაქს აქვს არ შეცვლილა. ძალიან რთული ეკონომიკური პერიოდის მიუხედავად აქ თავს მაინც ძალიან ბედნიერად გვგზავნებთ. Their souls are still very happy and very lively. წინ ბევრი საინტერესო სანახაობა გველოდება. ქუჩას ბოლო არ უჩანს. ძალიან მიყვარს ბუენოს-აირესი, ვსეირნობ ძალიან ბევრს და ვიკარგები გოგონების ყურებაში. მესალმები მთელს ბუენოს-აირეს და ოჯახს. ძველი ნივთებით ვაჭრობა სან-ტელმოს მთავარი ხიბლია. აქ ყველაფერს შეხვდებით: ანტიკვარს, წიგნებს, ჭურჭელს. სიძველის გარდა თანამედროვე მაღაზიებში შეგიძლიათ შეიხედოთ. ახალი და ძველი შესანიშნავად ერწყმის ერთმანეთს. არის ძალიან ბევრი ადგილი, რითაც შეგიძლიათ დათმე, მაგალითად საცეკვაო დარბაზები. შაბათსა და კვირას უფრო მეტად შეიძლება ამ ყველაფრით დათმე. აქ ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის, ყოველდღე უფრო მეტი და მეტი. ჩვენ ძალიან გვიხარია, იმიტომ რომ იცნობენ არგენტინას. სანამ ძველ ნივთებს ან ახალ მაღაზიებს ათვალიერებთ, მოულოდნელად ნამდვილ მუსიკალურ ზეიმზე აღმოჩნდებით. შაბათ-კვირას სან-ტელმოზე ნამდვილი დღესასწაულია. არგენტინელები ამბობენ, რომ ბუენოს-აირესის ეს ადგილი დასვენების დღეებში მათ აღარ ეკუთვნით. დედაქალაქში ჩამოსული ყველა ტურისტი აქ იყრის თავს და უამრავ ფულს ხარჯავს. ტურისტული თვალსაზრისით ეს დღეები ბუენოს-აირესისთვის განსაკუთრებით შემოსავლიანია. აქ ტურისტებს ნახავთ მთელი მსოფლიოდან, მაგრამ ბუენოს-აირეს შაბათ-კვირას ყველაზე მეტი სტუმარი მაინც მეზობელი ქვეყნებიდან, ბრაზილიიდან, ურუგვაიდან და პარაგვაიდან სტუმრობს. გამარჯობა, მე ვარ სან-ტელმოდან. გავიზარდე ანტიკვარიატების ადგილში და ვტკვები დღევანდელი დღით დღესასწაულითა და ბევრი ტურისტით. იმედი მაქვს, რამეს შეიძლება. ცნობილი ფილმების გმირებთან ფოტოების გადაღების მსურველთა რიგი გრძელია. ჩარლი ჩაპლინი კი აქაც უკონკურენტოა. მას ყველაზე მეტი თაყვანისმცემელი ჰყავს. ჩვენი რესპონდენტი საპასუხისმგებლო ნომრისთვის ემზადება. არგენტინა წარმოუდგენელია ტანგოს გარეშე. აქ ტანგოს ყველგან ცეკვავენ. არგენტინა ეს ტანგოსა და ფოლკლორის ქვეყანაა. ბუენოს-აირესის პროვინცია უფრო ფოლკლორულია. დედაქალაქი კი ტანგოსი. ტანგო ეს პიონერულია. ახალგაზრდები, რომლებიც ქვეყნის გარეთ გავიდნენ, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს ტრადიციულ ცეკვებში. Basta de carreras. ჩვენ ვემშვიდობებით ბუენოს-აირესს.